ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტზე ხატვის კონკურსი სახელწოდებით ჩემი საქართველო გაიმართა. ჯამბაზი და ზღაპრის გმირები პატარების წინაშე საინტერესო პროგრამით წარსდგნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მათ განწყობაზე ზრუნავდნენ. Plus ყველა პატარა სულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს 1 ივნისია. 1 ივნისი საზოგადოებას ახსენებს, რომ არა მარტო დღესასწაულია, არამედ ეს არის ბავშვთა დაცვის დღე, მათი უფლებების დაცვის დღე. ჩვენი ვალია დაუდგეთ მათ გვერდი, დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, აღზარდოთ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და ღირსეული მომავალი საქართველოს. დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი. მომეწონა მადლობა ყველას. ძალიან ლამაზი და მშვენიერი და ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. პირველ რიგში მინდა ყველა პატარას მიულოცო დღევანდელი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს და ძალიან კარგად არის მომზადებული ფოთი, მინდა აღვნიშნო, რადგან მე თბილისიდან ვარ სტუმრად ჩამოსული, მინდა განსაკუთრებულად მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ ყველას და ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად არის ორგანიზებული დღევანდელი დღე, ბავშვებს მომზადებული აქვს უამრავი ნომრები, სანახაობები და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ფოთს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე. ქალაქის ცენტრალურ პარკში საბავშვო საესტრადო კონცერტი გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბავშვთა ცენტრს და დღის ცენტრს ესტუმრდნენ და აღსაზრდელებს ტკბილეული მიუტანეს. მინდა მიულოცო პირველ რიგში ჩვენ თანაქალაქელებს ბავშვთა დაცვის დღე და ასევე მთელ საქართველოს ბავშვებს. ასევე მინდა მიულოცო წმინდა ნინოს ხსენების დღე. მე მინდა უსურო მომავალ თაობას, რომ მათ ეცხოვროთ ძლიერ ქვეყანაში. დამოუკიდებლობის 25 წელი ძალიან რთულად გადის და ყველას გვესმის ალბათ, რომ ეს პირველი წლები დამოუკიდებლობის არ არის მარტივი. და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომავალი თაობა ცხოვრობდეს და იცხოვროს მომავალ თაობამ ძლიერ ქვეყანაში, სადაც ის პრობლემები, რაც მათ მშობლებს ჰქონდათ, რაც მათ ბებიებს და ბაბუებს ჰქონდათ, არ ჰქონდეთ და იყოს გალაღებული ცხოვრება და ქვეყანა დადგეს ფეხს. ღონისძიებები საღამოს არჩილ ხორავის სახელობის ხელოვნების სასწავლებელთან არსებული საბავშვო ბენდის კონცერტით დასრულდა.